რომელიც მასთან დაკავშირებით ქონდა, ცოტა გამიძლიერდა, უნდა გითხრათ, რომ საქმე არ არის მარტო ის, რომ ვინ ვის ემსახურება, ვინ ვის ეკვრის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს საქმე ისე იქცევა, რომ მან ამხილა არა მარტო თავისი თავი, ბატონ პლატო და ითაეზო მოგახსენებთ, დღეს, არამედ მან ამხილა საკუთარი თავი გუში. ანუ ჩვენთან ომი იყო გაერთიანებულ ოპოზიციაში, როგორც ჩანს, ის მაშინვე წარმოადგენდა იმას, რაც არის. ანუ ის როგორც ჩანს იყო შემოგზავნილი და თქვენ ალბათ თქვენს ხვდებით, რომ ეს შემოგზავნელი ვინ არის დღეს წითელი ხალხის ფლასტორის ხელისუფლების სიმბოლიკით გამოვლინდა ახალი გაყენებული დიქციით და თბილი საუბრით მან ლაპარაკა იმასთან დაკავშირებით, ბარბანო მერაბიშვილის გულისხმობ, ლაპარაკა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ შეუთავაზებია ჭიჭმარიშვილისთვის ელჩობა, მაგრამ შეხვდა ჭიჭმარიშვილი ილაპარაკა ელჩობის შესახებ. ნახეთ, როგორი უარყოფა, მას არ შეუთავაზებია, მაგრამ ეროსი მომკითხაო, მე რო ელჩი ვიყო, შენ რა სიტყვიო და მე ვთხარი, რომ ალბათ იო, რახან დაინიშნა ბოლოს. ესეც ხდება ელჩების. როგორც ხდება ჩვენთან საკადრო საკითხები, ჩვენთვის ეს უცნობია, მე ვიცი ერთი რამ, კადრს ამოწმებენ იმის მიხედვით, რა კომპრომატი არსებობს მასზე, რამდენად უსაფრთხო იქნება თუ იგი სადმე წავიდა, ესე ყველაფერი არის თავიდან გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ამ კადრებთან დაკავშირებით სერიოზული ინფორმაცია ადროული და ეროსი ჭიჭმარიშვილზე თუ მარტო ის იპოვეს, რომ მან სახელმწიფოურად არ გამოაბრძანა და სამსახურეობრივ დაუდევრობაში თუ ედება ბრალი, ძალიან მაინტერესებს რა საგანგებო კომისიის გადასაწყვეტია ეს საკითხი. ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია ვკითხოთ ახლა ეს კაცი ამბობს ინფორმაციას, რომ ჭიჭმარიშვილი ამბობს. იყო კაცი და მან ასეთი რამ თქვა, ვინ არის ეს კაცი ეკითხებენ, ესე უბნება, მე თქვენ ამას არ გეტყვით. და ეს არის მისი უფლება, თქვას ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც მას მიაჩნია საჭირო საქმე. ამას კიდევ ეს საგანგებო კომისია, ამას საგამოძიებო ფუნქცია და დაკითხვა და ეს წამების გამოყენების უფლებები არ აქვს. გაზეთ გარდობენ დღეს ხელი დღე ყველა ინტერვიუში როკა დაბაშვილი დილ თარგამა და გამოთქვამს, რომ სამწუხაროდ ესე იგი მე წარმოვიდგენ რა აივია სამხარს ნაკეთები ეკრეს გავუშვებია თუ თავის თანაგუნდელს მას შემდეგ რაც მან გამოთქვა რაღაც გარკვეული პრეტენზიები და მოსაზრებები მის მიმართ გაუჩნდა კითხვები სხვა სულის ეროსი ჭიჭმარიშვილის მიმართ მეც მაგას საზოგადოებაში წადი მე მაგალითად კარგად ვერ გავიგე გუშინ თქვენ ჩაეკითხეთ ფაქტობრივად დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ ხაზი გაუსვით ამ გარემოებას, იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან ახალი ამბების ეიფორიაში შეიძლება რაღაცა დაგვაგვიწეს მირჩება. არა და არ არის დასავიწყე ის, რომ ეროსი ჭიჭმარიშვილი ამ ხელისუფლებაში დაბრუნდა 7 ნოემბრის შემდეგ, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებიდან ღირსეული ხალხი უნდა წასულიყო. და რამდენიმე წავიდა კიდევ და ახლა ლევან მიქელაძის მაგალითი მოიქცა ძალიან ღირსეულად და ეს ადრე იქნება სუჯიანი იქნება ქართული საზოგადოება მას ამას ალბათ დაუთავსებს მაგრამ ამ დროს აგერ კაცი პირიქით ელჩად მივიდა და როდესაც თქვენ ჩაებძიეთ რატომ მეც მას ეს კითხვა მან თქვა ისეთი არგუმენტი რომელიც არ არის ჩვენთვის არავისთვის არ შეიძლება იყოს ამაჯერა მან თქვა რომ ბადრი მოდიოდაო აკაკაცუდა მე ამისი მეშინოდაო და გვერდი დაუდეციო იმიტომ რომ ბადრი საფრთხეა ეს არის დაახლოებით იმის გამეორება, რასაც დიდი ხანი ლაპარაკობდა მაგალითად დღევანდელი სპიკერი იკაური ვანო მერაბიშვილი. ვანო მერაბიშვილი და ბოკერია სხვები თმიან ისეთ იმით, რომ ოპოზიციას არ ყოლია კანდიდატი არავინ, რომ კანდიდატი და 7 ნოემბერს გზადდებოდა გადატრიალება და სხვა. ეხლა მართალი გითხრათ, ჩვენ ძალიან კარგად თუ ჩვენი არ ჯერათ მაშინ ეს იყო მათი შეცდომა, მათ უბრალოდ უსმინეს ბადრის და ის დაუყენეს აპარატურა და იმაზე იმუშავეს და მათ არ გვისმინეს ჩვენ. და გამოეყარათ, რომ სხვა კანდიდატი კერძოდ ლევან გაჭიჭილაძე იყო ოპოზიციის კანდიდატი და ლევან გაჭიჭილაძე მიხეილ სააკაშვილის არჩევნების ქალაქ თბილისში მოუგო. და კიდევ ვერ ხოლო ბადრი გასაგებია სააკაშვილის არჩევნები არ მოუგია აქეთ უბანზე. ასე რომ ეს ლაპარაკი საფრთხე იყო იქ და სხვა არ არის არ შეეფერება სიმართლეს ბადრი პატარკაციშვილმა არ მოხდა თავისი კანდიდატურა
მაგრამ რომ დარწმუნებული იყო და გიითარგმნა დღეში ორჯერ ამბობდა ტელევიზიით რომ აგერ ნახავს რომ მოხსნის გაჩერებაზე რაღაც არ მოხსნა მაგრამ შეარჩინა და სამუდამოდ შეარჩინა ისევ სააკაშვილის ყველგან მოიგო მაშინ დიდ ქალაქებში ამის თქმამინდა რომ ეს პასუხი რომ ბადრი მოდიოდა თუ 2 ნოემბერს და 7 ნოემბერს ბადრი მოდიოდა ამას პასუხობს ეროსი თითქმის მაშინ ის ფაქტობრივად გავაგზავნებდი მე თვითონ და საინტერესოს რას ფიქრობს ის იმაზე რომ მე მაგალითად ან ჩემი მეგობრები მზადასახე შეიძლება მართლა 7 ნოემბერს რუსეთის დავალებით სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობთ საქართველოში თუ და ამაშიც თუ არის დარწმუნებული საინტერესოა უბრალოდ ეს თვითონ ჩვენს გვაქვს მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვაქვს პროცესი ჩვენ უნდა ყურადღებით მოусმინოთ ინფორმაცია რომელიც მან თქვა იყო პრინციპული ხასიათი და შეიცავდა რამდენიმე ძირითად მომენტს. პირველი, მან თქვა რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადებოდა ომისთვის. მან ასევე თქვა რომ რუსეთის ხელისუფლება ემზადებოდა ომისთვის. მან თქვა რომ ორივე ეს ხელისუფლება როგორც ავტორიტარული შეეჯახა ერთმანეთს და მან ერთმა კაცმა ეროსი თითქმის ვერ შეძლო ამათი განეიტრალება. ეხლა რამდენად რეალური იყო მართლა ამის სურვილი და გაკეთება ერთი ამბავი, მაგრამ ფაქტი არის, რომ ასეთი მოძრაობები რომ მიმდინარეობდა, ეს ჩემი აზრით დღეს უკვე არის სრულიად გადასტურებული. მანვე თქვა, რომ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რომელსაც ის არასახელებს, მაგრამ თავისუფლების ინსტიტუტის რამდენიმე წლის აშკარად გულისხმობს, მაგალითად გიგა ბოკერიას, ამბობდნენ რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მისცა პლანი შუქი რისიც მეო პირადად არ მჯერა არც მაშინ ჯეროდა მივედი და ვკითხე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და იმან უარყო მეაქცია ყურადღება დღეს სამთავრობო ტელევიზიები მათ შორის ეროსი თქმაშვილის ტილმშო უსტავიორი ამტკიცებდნენ რომ ეროსი თქმაშვილის თურმე ამბობს რომ ამერიკამ მისცა ამათო პლანი შუქი ეს კაცი ამას არ ამბობს და გასაგებია რომ ისინი ახლა ამბობენ რომ ეროსი თვითონაც პუბლიკაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ერჩისო მოკლედ ჩვენ ვერ მოვერიეთ ჩვენი კომისიით და იქნებ ამერიკელები გვიშმარლოს და მოერიეთო მაგრამ ეს ასე არ გამოვა უნებრივია იმიტომ რომ არ არის მართალი ეროსი თვითონაც გუშინაც და დღეს ქართულადაც და რუსულადაც თქვა რომ ამას ასეთ რამეს ამბობდნენ და თან ამბობდნენ ყუილსო ხელისუფლების წარმომადგენლები. ეხლა მე არ ვიცი ყუილს ამბობდა თუ მასაც გიგა ბოკერია. მე გიგა ბოკერიას რომ ვიცნობ, მისგან ყუილის მომისმენია და სიმართლეც. ხალხი ჩახედვით ვერასოდეს ვერ მიხდები ახლა მე როგორც და დავაკვირდე მე არა ვარ ამის ამ კაცის სპეციალისტი ამ დარგში არა ვარ, იმიტომ რომ მე როცა ვიცნობდი ყუილზე მას გამერჯარებინა სურათდებოდა, კაი კაცი იყო და მე და სხვანაირი გახდა და ახლა იოლას ამბობს ამას. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ამ ეპიზოდის გარკვევა. საერთოდ როგორ აი პროკურატურა და რამე თუ არის ლაპარაკი, რა ეროსი თითქმის აგერ არის რა. გიგა ბოკერია გავკითხოთ მართლა თქვა თუ არა მან და შეიყვანა თუ არა შეცდომაში საქართველოს ხელისუფლება რომ ამერიკისგან აქვს პლანი შუქი. აქ ესაა ერთ მომენტს რომელიც თქვა ბოკერია რომელიც თქვა ბატონმა თეჯმალიშვილმა და რომელშიც იგულისხმებოდა რომ საქართველოს ხელისუფლება კერძოდ მისი სამხედრო ნაწილი თავად სარდალი მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მინისტრები ასე ვთქვათ განსაკუთრებით ნასაჩერად აღმოჩნდა ბატონი კეძელაშვილი და ის მოსწონს ნათელი გითხოთ აქ პრობლემები არის უბრალოდ კითხები ჩნდება ხოლმე ეს არ მოგწონს იმასთან როგორ ხარ მაგრამ ყველა ინფორმაციას ერთად ვერ ვიღებ ეს თითქოს მე მჯერა მაგალითად რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მაღალი წარმოდგენა მის პირშოზე თვლიდა რომ მან შექმნა ესა და გარკვეული დაგებით ეს პრეზიდენტის საქმე ნამდვილად იყო და მისი ასე ვთქვათ დისკრეციის სფეროში იყო რომ ქართული არმია იყო ძლიერი რომ ქართული არმია მოერეოდა არა მთელ რუსეთის არმიას არამედ იმ ნაწილს რომელიც ვიწრო ზოლში კერძოდ ისე იგი ევროპის მიდაბის მხრიდან შემოვიდოდა რატო ჰქონდა მას ესეთი იმედი არ ვიცი რატომ ეუბნებოდა ბატონი კეძელაშვილი რომ ეს ასე შეიძლება იყოს არ ვიცი მაგრამ რომ ესენი ამ შუაზე იყვნენ ამას ეროსი თითქმის არ ჭირდება ეს ჩვენ
4 წლის განმავლობაში ყოველდღე ნახეთ თუ ვინმეს ახლა თვალის დაბრუნება უნდა და არ უნდა გაიხსენოს რა ხდებოდა 4 წლის განმავლობაში 4 წლის განმავლობაში თქვენ გვეუბნებოდა აი არმია ეს არის ჩვენი არმია და მე უნდა გითხრათ რომ არმიის გულშემატკივარი ვარ საქმე ის არ არის რომ თქვენი პაციფიზმი თქვათ და ეს რომ არ გინდას